რატომ გაათავისუფლა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის რამდენიმე ბაღის დირექტორი სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ტორდინავამ ისაუბრებს საქმიანობაში დილომშვიდობის ბატონ თემურ მოგესალმებით. დილომშვიდობის მოგესალმებით. საკმაოდ აჟიოტაჟი შეიქმნა და ფონი ესეთ შექმნილი პოლიტიკური ამასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ რატომ გაათავისუფლდნენ დირექტორები საბავშვო ბაღებიდან და არის თუ არა ამის მიზეზი მათი პარტიული გეგმები? პოლიტიკური ნიშნით არც ერთი დირექტორი არ განთავისუფლებულა და არც განთავისუფლდება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესებს, უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვხვდა როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე იგივე კვალიფიკაციის მიმართულებით. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც წესდებით და შინაგანად წესით უნდა ქონოდათ უმაღლესი განათლება, მე ვსაუბრობ მოადგილეებზე და 50-მდე ასეთი ადამიანი, რომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ შეესაბამებოდა წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ისინი განთავისუფლდნენ. აუდიტი ჩატარდა, შესაბამისი აუდიტის შედეგების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ბაგა-ბაღების სააგენტომ, ეს ადამიანები გათავისუფლებულიყვნენ. ეს აუდიტის შედეგები თუ გააცანით მოქმედ უკვე ყოფილ დირექტორებს, თუმცა იმ მომენტში მოქმედ დირექტორებს, მათთან იყო თუ არა გასაუბრება და საერთოდ ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, როდესაც აუდიტი ხდება? თბილისის საბავშვო ბაღებში მონიტორინგი მიმდინარეობს პერმანენტულად, მაგრამ ამ შემთხვევაში მონიტორინგი, ანუ ინსპექტირება განახორციელა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გამოითხოვა ფინანსური დოკუმენტაცია სხვადასხვა საბავშვო ბაღებიდან და ამ დოკუმენტაციის გაანალიზების შემდეგ დაიდო დასკვნა, სადაც აღმოჩნდა არამიზნობრივი ხარჯები და ფინანსური გადასხმები. გამომდინარე აქედან სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება რამოდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორის განთავისუფლების შესახებ. არამიზნობრივი ხარჯვა მე მაინც დავამატებ, მხოლოდ გათავისუფლებით არ სრულდება ხოლმე, იმიტომ რომ სახელმწიფოს თანხებზე არის აქ საუბარი. ერთ-ერთი დირექტორი 215 ბაგა-ბაღის დირექტორი მაესტროს ეთერში აცხადებდა, რომ მასთან კომუნიკაცია არ ყოფილა აუდიტის ჩატარების დროს. მინდა რომ მაინც თქვენ არგუმენტებით უპასუხოთ ამას. 215 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი, ყოფილი დირექტორი ხატია ლაშქარაშვილი განთავისუფლდა განმეორებითი დარღვევის შედეგად. ანუ მას პირველ დარღვევაზე ჰქონდა დისციპლინარული სასჯელის ზომა, სასტიკი საყვედური. რა დარღვევაზე? ეს იყო არა მარტო ფინანსური დარღვევები, სხვადასხვა ტიპის გადაცდომები და პირველ დარღვევაზე ჩვენ მას მივეცით საკრებულო სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე საყვედური, ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა გამოითხოვა ფინანსური დოკუმენტაცია, ამის საფუძველზე გავანთავისუფლეთ ამ დასკვნის საფუძველზე 215 საბავშვო ბაღის დირექტორს. რაც შეეხება მე მინდა ვთქვა ერთი მნიშვნელოვანი რამ. ყველაფერი რაც საბავშვო ბაღებში ხორციელდება, იგივე ის რეფორმები, რომელიც არაერთხელ მისაუბრია თქვენს ეთერში, 2014 წლიდან დღემდე 20-ზე მეტი დირექტორი არის განთავისუფლებული სხვადასხვა დარღვევების გამო და ამ დარღვევებზე შემიძლია გესაუბროთ. იგივე საკვების გადამალვის ფაქტები იყო სამზარეულოს ბოქსში, განმეორებითი ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოების გადამალვის ფაქტები, სხვადასხვა ფინანსური გადაცდომები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყავს ძალიან ბევრი საბავშვო ბაღის დირექტორი, სადაც ასევე და ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი, სადაც ასევე ხორციელდება და ხორციელდებოდა მონიტორინგი, მაგრამ მსგავსი დარღვევები არ ყოფილა. ანუ არის აქედან ამ საკითხის პოლიტიზირება არ არის სწორი და მე ვფიქრობ, რომ ის განცხადებები, რომელიც კეთდება, არის არასერიოზული. გამომდინარე იქიდან, რომ ეს 2014 წლის თქვათ პოლიტიკური ნიშნით, როგორც ახლა საუბრობენ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ესეთი მიდგომა რო ქონოდა, ეს შესაძლებელი იყო 2014 წლის შემოდგომაზე, როდესაც ახალი ადმინისტრაცია. მაგრამ მაინც მინდა ვკითხოთ უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ, არამიზნობრივი ხარჯვა ახსენეთ თქვენ, რა თანხაზე არის ზუსტად საუბარი, რა თანხა გაიხარჯა არამიზნობრივად? სხვადასხვა საბავშვო ბაღში განთავისუფლებული დირექტორები, რომლებიც დღეს თქვათ იგივე ტელევიზიით გამოდიან, არის სხვადასხვა თანხები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ. ჩვენ, ანუ სააგენტოს ახალი ადმინისტრაცია, იგივე თათბირების რეჟიმში, ოფიციალური წერილების ფორმატით და ასე შემდეგ დირექტორებს ყოველთვის კონსულტაციების მიზნით, ყოველთვის ვაძლევდით მათ კონსულტაციებს, რომ მოეწონათ
მოწესრიგებინათ კონკრეტული მიმართულები, იგივე კვების მიმართულებები და ასე შემდეგ ამ მიმართულებით რეფორმები განვახორციელეთ. ნუ 2014 წლის სექტემბერში პერმანენტულად რა თქმა უნდა თათბირების და კონსულტაციების რეჟიმში, მაგრამ მე მინდა ერთ მნიშვნელოვან თემას გაუსვა ხაზი. 2007 წელს ათეულობით საბავშვო ბაღის დირექტორი და ასეულობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, ანუ გაანთავისუფლეს მაშინ მთავრობის დადგენილებით ერთ დღეში მოხდა ათეულობით ადამიანების განთავისუფლება, მაგრამ ჩვენს მიერ განთავისუფლებული ბაღის დირექტორები განთავისუფლდნენ მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის დასკვნის შედეგად და მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის და შიდა აუდიტის დასკვნის შედეგად. თუმცა არანაირი ადამიანზე არის საუბარი ბოლო პერიოდში. 6 ადამიანი, მაგრამ გარდა ამისა მონიტორინგი პერმანენტულად მიმდინარეობს საბავშვო ბაღებში და მე მინდა მოუწოდო ყველა თანამშრომელს, ყველა ბაღის დირექტორს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ პოლიტიზირების საკითხი ალბათ შეიძლება გარკვეულ ჯგუფს აწყობს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი აღსაზრდელები 56 აღსაზრდელი, რომელიც ჩვენ სისტემაში ღებულობს ხარისხიან მომსახურებას, მათ მიიღონ აბსოლუტურად კომფორტული და ხარისხიანი გასაგებია თქვენი არგუმენტები და მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ადამიანები, რომლებიც გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში, აპირებენ სასამართლოში დასვლას და სარჩელს. ეს მათი მზადყად სამართლებრივი რა თქმა უნდა, ეს არის მათი სამართლებრივი უფლება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განმეორდე, ჩვენ და პირადად მე პრინციპული ვიქნები ნებისმიერი დარღვევის მიმართ საბავშვო ბაღებში და ის მიდგომა, რომ ბავშვისათვის განკუთვნილი იქნება ეს საკვები, სათამაშო თუ თანხები, ეს ყველაფერი უნდა მივიდეს ბავშვამდე და უნდა მოხდეს სამართლებრივი დავითის მზადყად. რა თქმა უნდა, მინდა კითხოთ ამ მონიტორინგის პერიოდში არსებობს თუ არა ბაღები, სადაც შემოსვდნენ ყველაფერი რიგზე იყო და არ გათავისუფლდა არავინ და ამ რა თქმა უნდა, ასეთი არის ათეულობის ბაღის დირექტორი, მე მადლობა. მაგრამ მასშტაბურია ეს ცვლილებები, თქვათ, რომელიც განხორციელდა. არა, რა თქმა უნდა, ეს არის ერთეული შემთხვევები, მე მადლობის წერილებიც მაქვს საბავშვო ბაღის დირექტორებისათვის, სანიმუშო ასე ვთქვათ, მიდგომებისთვის და მუშაობისთვის და ჩვენ ყავს ძალიან ბევრი საბავშვო ბაღის დირექტორი, რომელიც არაერთხელ ყოფილა მონიტორინგის ქვეშ, იგივე ჩვენი შიდა მონიტორინგის მხრიდან, მაგრამ მათთან არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ზუსტად ეს არის კითხვის ნიშანი. ანუ თქვათ 100 ბაღში პირობითად დარღვევა არ არის და თქვათ რამოდენიმე საბავშვო ბაღში თუ დარღვევა აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, გავანთავისუფლეს საბავშვო ბაღის დირექტორი და გავანთავისუფლებ ყველა იმ ადამიანს, ეს იქნება დირექტორი თუ ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, რა თქმა უნდა, ეს არის საწარმოო ჩვეულებრივი პროცესი, ჩვენი მთავარი მიზანი არის საბავშვო ბაღებში ჩვენი აღსაზრდელები, მაგრამ ამავდროულად პერსონალის უფლებების დაცვა. მე მაინტერესებს ოპონენტებმა, რომლებიც საუბრობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა გათავისუფლება დირექტორების, თუ მოითხოვეს კონკრეტული დოკუმენტაცია, აუდიტის შედეგები, რის საფუძველზეც მოხდა დირექტორების მონიტორინგის დასმა, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, მათი ასლები ჩემს ბრძანებასთან ერთად, ანუ განთავისუფლების ბრძანებასთან ერთად, ყველა საბავშვო ბაღის დირექტორს, რომელიც განთავისუფლა, თან აქვს, ჩვენ მას გავაცანით ეს დასკვნები და ეს დასკვნები, ამ დასკვნების ქსეროვასწავი, რა თქმა უნდა, მათ თან წაიღეს. ანუ ოპონენტებსაც შეუძლიათ რა თქმა უნდა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს და თქვათ იგივე ტელევიზიით რაღაც ამონარიდებზე როა დასკვნებიდან მე ვისურვებდი, რომ ბევრად უფრო საჯარო გახდეს. ეს უკვე დირექტორების უფლება, ანუ ჩვენ ამ დოკუმენტის ასე ვთქვათ გასაჯაროებას არ ვაპირებთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ის შეიცავს ძალიან ბევრ ისეთ საკითხებს, რომელიც თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის აბსურდული დასკვნა, ასეთი შეფასებაც გაკეთდა. გასაგებია, თუმცა საბოლოო სამართლებრივი ასე ვთქვათ, გარემოში უნდა გადავიდეს და მე მინდა ასევე მშობლებს უთხრა იმ საბავშვო ბაღების, რომელთა დირექტორებიც განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, იქ ჩვეულებრივ პროცესში მიმდინარეობს ასე ვთქვათ სამომხდელო პროცესები და ჩვეულებრივად მივიყვანონ ბავშვები, იმიტომ რომ ჩვენი შვილები ყველაფერს იმსახურებენ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ საუბარი. დიდი მადლობა ბატონო თემურებს. სამართლებრივი პროცესი, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია გათავისუფლება გაგრძელდება თუ არა, რეალურად საბოლოო შედეგს და პასუხს, ასე ვთქვათ, იტყვის სასამართლო. დიდი მადლობა თემურ ორდინავამ ბაღების აგენტოს თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა მას მობრძანებისთვის. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში.